ჩვენ ვნახეთ ყველამ კარგად დაკავების კადრები როგორ მოიქცნენ ჩვენი ინფორმაციით სახეზეც აქვს ნიკას დაზიანება შუბლის არეში და ახლა დიდი ალბათობით უკვე დიდმის მთავარ სამმართველოშია გადაყვანილი. Აი ეს დაკავების მეთოდი და ზოგადად ის რომ შევარდნილები არიან სამოქალაქო აქტივისტების სახლებში ჩხრეკები მიმდინარეობს და ამის პარალელურად ჩვენ ხედავთ დაკავებებს. თან როგორი მეთოდებით რაზე მიანიშნეს? არა მხოლოდ სამოქალაქო აქტივისტები, უბრალოდ აქტიური ყველა ადამიანი არის ახლა სამიზნე რეჟიმის მხრიდან, ხო? მაგრამ უბედურება რეჟიმისთვის არის, რომ ეს აქტიური ადამიანი დღეს არის ზღვა რაოდენობის. და ყველგან ვერ შეხვალ, ყველას ვერ დაიჭერ, ყველას ვერ აწამებ. დიახაც ვერ აწამებ. წამება იყო, რასაც ყვებიან დაკავებულები ბოლო დღეების განმავლობაში, როდესაც 15-20 წუთის განმავლობაში სამარშრუტო რაღაცა მანქანაში, სიბნელეში 15 წუთის განმავლობაში წემდნენ. თუ ამას წემა ქვია, ხო? ტანჯვა და წამება არის. აბა რეჟიმმა საბოლოო რაღაცა ახალი ტემპით შეტევა წამოიწყო, იქნებ გადატეხოს წელში ეს წინააღმდეგობრივი მოძრაობა, თავისუფლებისთვის მოძრაობა, ცვლილებებისთვის მოძრაობა. ეს არ არის უბრალოდ საპროტესტო მოძრაობა. საპროტესტო მოძრაობა შეიძლება მე თქვენ არ მომწონდეთ, ან თქვენ მე არ მოგწონდეთ და პროტესტს აცხადებდეთ, ან თქვენ ან მე და საპროტესტო მოძრაობა წამოიწყო, ხო? ეს არის თავისუფლებისთვის მოძრაობა, ეს არის ცვლილებებისთვის მოძრაობა, ეს არის ეროვნული ინტერესებისთვის ბრძოლა. ეს ქვეყანა ვერ იქნება ივანიშვილის. ფაქტია, რომ აი ამ 7 დღის განმავლობაში ახალგაზრდებს აყლაპეს გაზი, აყლაპეს, არ ვიცი, წიწაკის სპრეის სახეში ასხავდნენ, ჩვენ ვნახეთ წყლის ჭავლი გამუდმებით გამოყენებული და არ ვიცით ამ დრომდე რა ნივთიერება ჰქონდათ წყლის ჭავლში და წყალში გარეული, ხო? აი ამის მერე ვერ დაშალეს ეს ხალხი და ის მუხტი ვერ დააგდეს, რაც ქუჩაშია და დაიწყეს დღეს უკვე ეს ყველაფერი, რაც დაიწყეს. აი რა გამოსავალია ეხა ქართული ოცნებისთვის, რომ კიდევ რამენერად ვერც დაშლი, ვერ დაშლი ეროვნული სულისკვეთება იღვიძებს და გაიღვიძ. არაფერი დღეს არ იწყებდა, არც გუში დაწყებულა, არც გუშინ წინ. მერვე დღეა უკვე. არც ანონსდება მიაქცეთ ყურადღება, ხო? შეკრებები არ ანონსდება. ყველა როგორც სამსახურში, ისე გამოდის რუსთაველის გამზირზე თბილისში. სხვა ქალაქები სხვა გამზირებზე გამოდიან, ხო? ყველამ აქცია თავისი ქალაქის მთავარ გამზირად სახლად აქცია მთავარი გამზირი. და რამდენი ხანი ვიქნებით ამ ბრძოლაში ასე, მანამ სანამ არ გავიმარჯვებთ. არა სადამდეც შევძლებთ, არა სადამდეც არ გავიმარჯვებთ. ყველა ვდებთ ჩვენს მაქსიმალურ რესურსს ამ არაადამიანების წინააღმდეგ, ამ არაკაცების წინააღმდეგ. პოლიტიკა არაფერში შუაში აღარ არის. ეს არის რეჟიმი, რომელიც ცდილობს, რომ ჩაახშოს თავისუფალი სიტყვა. კიდევ ერთხელ ვამბობ, რას მოყვა ეს ყველაფერი, ხო? კაცი გამოვიდა, ჩაატარა ბრიფინგი, რამდენიმე საათით ადრე პუტინმა შეაქო და თქვა, რომ 2028 წლამდე კონსტიტუციის ეს ერთი ნორმა შეჩერებული იქნება. და ამათ უკვირთ ეხლა ხალხი რო აღშფოთებულია და მიმართავს იმ ზომებს, რასაც მიმართავს. ეს იგივეა, რომ ხვალვე შეიძლება ან დღესვე ჩაატარო ბრიფინგი, ყობახიძე რო ხარ და ივანიშვილი რო ხარ და თქვა, რომ კონსტიტუციით გარანტირებული ნორმა მაგალითად, არ ვიცი, სიტყვის თავისუფლება, რომელიც ასევე არის კონსტიტუციით გარანტირებული, შეჩერებული იქნება 2028 წლამდე. ან სიცოცხლის უფლება წაგერთვება 2028 წლამდე, ან განათლების უფლება წაგერთვება. ამ ადამიანმა თქვა ათქმევიეს რუსებმა, რომ 2028 წლამდე ევროპა აღარ გაიხსენოთ, აღარ იფიქროთ და შესაბამისი რეაქციაა და აქ ფრე აღარ იქნება. აქ იქნება მხოლოდ და მხოლოდ ბრძოლა ბოლომდე, გამარჯვებამდე. ამ ბრძოლის პროცესში ბუნებრივია ყველა ვართ მზად. თვითონ ნიკას ეუხერხულებოდა და ყველა პოლიტიკოს, რომ ჩვენ ვიწუწუნოთ იმაზე, რომ გვაკავებენ, გვისორდებიან, როდესაც ბავშვებს, ქალებს, ხანდაზმულ ადამიანებს აწამებენ, ხო? რამოს ყველანი მზადა ვართ, როგორც ერთი მუშტი ისე ვართ შეკრულები. ამიტომ რამდენს დაგვაკავებენ? ამ შეიძლება ეს ტაქტიკაც იყოს ჩვენი სტრატეგია, 1000 კაც დაგვიჭერენ, 3000 კაც, 5 ფიზიკურად ვერ გააკეთებენ ამ ყველაფერს. ამიტომ რეჟიმმა უნდა იცოდეს, რომ ბრძოლა იქნება უკანასკნელ ამოსუნთქვამდე. ჩვენ გავალდებულებს მორალიც, პოლიტიკურ ვალდებულებას თავიდანვე, მორალური ვალდებულება, ისტორიის წინაშე ვალდებულებები ვართ. წარსულის აწყვეს და მომავლის წინაშე, რომ ერთ ადამიანს არ მივცეთ
ამ სახელმწიფოზე დაცინვის შესაძლებლობა მანამ სანამ მას ეს სურვილი აქვს. ამიტომ მოქალაქეები ავდექით და დიახაც შეუთანხმებად გადავწყვიტოთ, რომ ბრძოლა იქნება ბოლომდე. ყველა დასაშვები მეთოდების გამოყენებით. როდესაც მე სახელმწიფოს მართმევენ, როდესაც მე მართმევენ ყველაზე ძვირფას თავისუფლებას და შენ უწევ მე წინააღმდეგობას, ვიღაცა პოლიციელი მოდის და პოლიციის შესახებ კანონი ირღვევა, მაპატიეთ რა, რომელ კანონზე აქვს საუბარი, კანონი აღარ არსებობს. ასეთი კანონი პუტინის რუსეთშიც არსებობს და მოსკოვშიც. ამ ლოგიკით იქაც ირღვევა, არ არსებობს აქ კანონი. კონსტიტუციური გადატრიალება მოაწყო, ხალხი ვცდილობთ დავიბრუნოთ კონსტიტუციური წესრიგი და ძალმომრეობის რეჟიმი, რომელშიც შეიყვანა ივანიშვილმა მთელი მოსახლეობა, ვერ იქნება სიცოცხლის უნარიანი. იმიტომ რომ არც ერთი რობოკოპის, წყლისჭავლის და ცელსადენის ძალა არ არის იმაზე ძლიერი, ვიდრე თავისუფალი ხალხის ნება. და დაკავშირებით მინდა რა თქვა რა, გავაგებინო აი ქართული ოცნების გააზრებულ ამომრჩევლებს, ვინც კი ყავს შემორჩენილი ან იგივე პოლიციელებს. 2007 წლის 7 ნოემბერი იყო. და მაშინაც ნამდვილად არ იყო მოსაწონი, არ არის როცა მოქალაქეზე ძალადობ. მოსაწონი ხო? კახა კალაძე გმობდა მაშინდელ დემონსტრანტებს. მაშინდელ დემონსტრანტებს გმობდა მილანიდან. გაიხსენოს ეს ყველამ. და დამბრბევების, ანუ იმ სპეცნაზელების გვერდით დადგა. და მე საარჩევნო კამპანიაში ჩაერთო. ხო, წინა ხელისუფლების. და ეს უნამუსო პოლიტიკური წარმონაქმნი არ უნდა ბედავდეს იმას, რასაც ბედავს და თუ ვინმე არის ამაზრზენი პოლიტიკური წარმონაქმნი და ელემენტი არის ერთ-ერთი კალაძე და კალაძემაც უნდა იცოდეს, რომ ეს დაცინვა ივანიშვილთან ერთად არ გაუვა. რამდენი დღე იქნება საჭირო, ერთი კვირა, ორი კვირა თუ ერთი თვე თუ თვენახევარი, ყველაფრისთვის ზად არის ხალხი. თვენახევარი დაჭირდება ამ ბრძოლას, კი ბატონო, ზად ვართ. ორი კვირა, რაც მეტად სწრაფად მოვამთავრებთ ამ თავისუფლების მოძრაობის ფარგლებში, ამ რეჟიმის დამარცხებას იქნება უკეთესი. და მთავარი, მინდა ყველა საჯარო მოხელეს უბრალოდ საკვები მივცე ფიქრისთვის. კონსტიტუციური უფლება არის გაფიცვა. შეუძლებელია დღეს შენ 1500-1700 ლარის გამო ფიქრობდე ჩემსავით, თქვენსავით, ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისავით, რუსაულის გამზეზე ვინც გამოდის, მაგრამ ვერ ბედავდე. 1500 ლარი და 2000 ლარი არ ღირს იმად, რასაც ახლა ივანიშვილი მათ უკეთებს თავისუფლების ნიშანწყალსაც კი არ უტოვებს. ყველანი უნდა გავიფიცოთ. არ უნდა იაროს არავინ, ვისაც რეალურად უნდა ამ ქვეყანაში თავისუფალი აზრის გამოთქმის შესაძლებლობა ჰქონდეს. განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანის არარსებობა უნდა ივანიშვილს. ან გამგეობებში, ან სამინისტროებში, იმ ბუღალტრებს, იმ სპეციალისტებს, იმ კანცელარიის თანამშრომლებს, ყველანი ერთად როდესაც დადგებით, ვერავინ ვერაფერს ვერ გიზარდ. მით უმეტეს, როდესაც იცით, რომ ეს რეჟიმი არის უკვე დამარცხების გზაზე. დიდი მადლობა.